კონსერვატორების მხარდამჭერება არაფერს არ გიწუნებთ, აი იდეოლოგია განსხვავებული გვაქვს. აგერ ახლა პარტია ფუძნდება, ერთად რომ ვითანამშრომლოთ, არ იქნება უკეთესი. ზოგადად გონია რომ ქართული კონსერვატორიზმი არ არსებობს. ეგრე შეგვიძლია ჩვენც ვთქვათ კონსერვატორები ვართ, იმიტომ კლასიკური ლიბერალები ვართ ბოლოს და ბოლოს და კლასიკური ლიბერალიზმი იყო ის იდეოლოგია, რომელსაც ამ ქვეყანაში საქართველოს ოკუპაციამდე ადამიანთა ნაწილი მისდევდა ილია ჭავჭავაძე და მისი მეგობრები მაგალითად. მაგრამ კონსერვატორიზმი თავისი შინაარსით ნიშნავს იმას, რომ წარსულში ჩვენ კარგად ცხოვრობდით, ის წესები გამოგვადგა და გვინდა ის წესები შევინარჩუნოთ. წარსულში ჩვენ კარგად როდის ცხოვრობდით კომუნისტების დროს? ამ კითხვაზე ხო პასუხი უნდა გასცეს ნებისმიერმა კონსერვატიულმა მოძრაობამ. მეფის რუსეთის დროს, ნოე ჟორდანიას დროს, მე ვარ კონსერვატიული პარტია. უკვე არის ტყუილი, ჩემი აზრით. ამაში უნდა თქვა, რომ მე ვარ კომუნისტი. კომუნისტური პერიოდი, სადაც ჩვენ ცხოვრობდით, კაი იყო, ქართველებს უნდათ, მოწონდათ, გამოგვადგა და უნდა ვიცხოვროთ კომუნისტური წესებით. ოკეი, გავიგებ. და ვიტყვი რომ მე არ ვარ კომუნისტი, მაგრამ ეს კაც კომუნიზმი მიაჩნია ქართულ კონსერვატიულ ამბად და გავიგებ, ანუ იდეოლოგიურად ჩემთვის გასაგები იქნება. თქვენი ხალხი რა, ამ შემთხვევაში ბიჭები ზურამ, ჩვენთან ღიად თქვა ეთერში, რომ ჩვენ გვინდა ბელარუსიზაცია საქართველოსი. მე არ მინდა ბელარუსი. შესაბამისად, ქართველი კონსერვატორი რომ მეუბნება, რომ მე მინდა ბელარუსი და თან მანამდე მე ვარ ქართველი კონსერვატორი. აი ახლა სად რაში ვითანამშრომლო? რაში დავემთხვიოთ ერთმანეთს? კონსერვატორიზმი ტერმინს თუ შინაარსს მივცემთ. ნიშნავს იმას, რომ როდესღაც ჩვენ კარგად ცხოვრობდით, ის წესები გვინდა დღესაც გადმოვიტანოთ. რაც მე მივხვდი, ამათ უნდათ კომუნისტური წესები გადმოიტანონ, იმიტომ რომ ბელარუსი ყველაზე ახლოს მაინც მაგასთან არის. არც კომუნიზმი არ მინდა. ქართულ კარგ ტრადიციებს პატივს ვცემ, სტუმარ მასპინძლობა ვერავინ ვერ იტყვის, რომ ჩემს ოჯახში სტუმარს პატივს არ ცემდნენ. ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ ჩემს ოჯახში რაღაცა კაცები მოკლე კაბით დადიოდნენ. ბევრ ადამიანს, ვისაც თავი კონსერვატორი გონია, ლიტერატურის ცოდნაშიც შევეჯიბრები, ისტორიის ცოდნაშიც შევეჯიბრები. კაი ხალხის პატივისცემაშიც საქართველოს ისტორიიდან იქნება ეს თუ მწერლობიდან პატივისცემაში შევეჯიბრები. ანუ მე არ მიმაჩნია რომ რამე პრობლემა მაქვს ქართულ კლასიკურ ღირებულებებთან. არანაირი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ბელარუსიზაცია მგონია აი ამ ყველაფრის საწინააღმდეგო. ქართველთა 20 საუკუნოვანი ბრძოლის საწინააღმდეგო ღირებულება. ანუ როცა შენ ფიქრობ რომ ვიღაცა კონსერვატორის არასწორად განმარტავს, ქართული ღირებულება ვიღაცა სხვანაირად ესმის, ბელარუსიზაცია გონია ღირებულება. მე კიდე მგონია რომ ქართველები ვიბრძოდით ბელარუსიზაციის წინააღმდეგ. ხო, მე ვფიქრობ რომ მისი ამ ხალხის გულწრფელი ამორჩეველი ჩემსკენ მოვიზიდო, იმიტომ რომ თუ შენ მართლა რაღაცა ტრადიციული ქართული ღირებულებები გევასება, ანუ პატივს ცემ პირობითად რაღაცა ისტორიაში იმ ხალხს, რომელიც ღირსეულები იყვნენ და ღირსეულად იბრძოდნენ ამ საქართველოს მომავლისთვის, მაშინ მე უნდა ამირჩიო და არა ხალხი, ვისაც ბელარუსიზაცია უნდა. ამიტომ როგორ გითხრათ, არ გამოგვდის კოალიცია რაღაცა, მაგრამ პირად ურთიერთობებში თქვენ იცით რომ ჩვენ შეურაცხყოფ არაზრს არ მიგვიყენებია ერთმანეთისთვის. უბრალოდ მათი აზრები საქართველოს მომავალთან დაკავშირებით ჩემთვის არის მიუღებელი. ისევე როგორც მათი თვითახმა კონსერვატორობასთან დაკავშირებით არის ჩემი აზრით ცდარი, იმიტომ რომ კონსერვატორობა ეგრე სახელი აზგინა ყველაფერს და მანამდე კონსერვატორი ვერ ხვალს ზვია ძიძიგურის პარტიას. როგორც ზვია ძიძიგური არ გონია კონსერვატორი, იმ გაგებით, რასაც ქვია კონსერვატორი, ისე ვერ მეგონება ალტიფო კონსერვატორი. საქართველოში კონსერვატორობა ამიტომ გონია კონსერვატორიზმი აბსურდი, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტობრივად იმ ბევრი წლები, როცა კონსერვატორიზმი ყალიბდებოდა, ის წლები მონობაში გავატარეთ და გამოდის რომ ტრადიცია მონობას უნდა დაუძახოთ და არ მინდა რომ ტრადიცია მონობას დაუძახო, არც არის ქართველების ტრადიცია მონობა.